სვანეთში დაცული სამუზეუმო საგანძურისთვის კაპიტალური შენობის რემონტი დასრულებულია. ექსპონატები მესტიის ყოფილი სამხატვრო სკოლის შენობაში უნდა განთავსდეს. სამუშაოები მესტიაში კულტურის მინისტრმა ეროვნული მუზეუმის დირექტორთან ერთად პირადად დაათვალიერა. ნიკარურა სპეციალურ კონტეინერებში ექსპონატების შენახვის პირობებსაც გაეცნო და აღნიშნა, რომ მიუხედავად ძლიერი ყინვისა და დიდთოვლობისა საგანძური სათანადოდ არის დაცული და კლიმატ კონტროლი არ ირღვევა. საგანძურის შენობაში გადატანის მოთხოვნით კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და საპატრიარქომ ერთი თვის წინ მიმართეს და ამინდის გაუარესების გამო შენობაც შეირჩა. ამ ეტაპზე რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. შეინესა კედლები და სათანადოდ მომზადდა ოთახებიც. უახლოეს დღეებში სათვალთვალო კამერებიც დამონტაჟდება. ეს სათავსო, რომელიც ჩემი აზრით აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი სათავსოა იმისთვის, რომ ადგილზე მყოფი ამ წუთას კონტეინერებში მყოფი ექსპონატები გადმოვიდნენ მუზეუმის გახსნამდე, ვინაიდან იქ სულ მალე იქნება გაჩაღებული მშენებლობა და სწორედ აი ამ მიზეზით, მიუხედავად იმისა, რომ იქ ხა ჩემი აზრით არანაირი საფრთხე არ არსებობს, დროებით ამის გაჩერებისა, მაინც უმჯობესია, რომ ყველაფერი გადმოვიდეს აქ, ანუ ყველანაირ სამშენებლო პროცესს გამოვარიდოთ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი ნებისმიერი ექსპონატისთვის იცავს საერთაშორისო სტანდარტს. ჩვენთვის არ არის განსხვავებული. ყველა ექსპონატი არის დაცული ისე და მისი მოძრაობა, როდესაც ხდება ექსპონატების გადატანა, ხდება ასევე ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.